მოგესალმებით. 2026 წლის 27 აპრილია. რაც იმას ნიშნავს, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ წლის 12 აპრილს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ სანამ ზემოხსენებულ საკითხზე საუბარს დავიწყებდე, სანამ გადავიდოდე ზემოხსენებულ საკითხზე ზემოხსენებული საკითხის შესახებ საუბარზე, მინდა რომ მოგიწოდოთ იმათ, ვისაც ამ პლატფორმაზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ მიგაჩნიათ, რომ გამოიწეროთ, დააფოლოოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ლაიქები და გააზიაროთ. იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანს კონდეს საშუალება, რომ გაეცნოს აკაუნთზე არსებულ მასალას. როგორც მოგეხსენებათ, 12 აპრილს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელი არჩევნების შედეგადაც უნგრეთში დასრულდა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და იმ პარტიის, რომელსაც ის წარმოადგენს, ფიდესის დაახლოებით 16 წლიანი მმართველობა, 2010 წლიდან. და ზოგადად 16 წლიანი მმართველობა დემოკრატიულ სამყაროში და მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოა. 16 წლიანი მმართველობა ერთი და იგივე პიროვნება იქნება ეს თუ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა და მით უმეტეს ორივე ერთად თავისთავად გარკვეულ შეკითხვებს აჩენს დემოკრატიის მიმართულებით. და ასე მე მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ როგორც მოგეხსენებათ, და თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ აღნიშნულ არჩევნებზე ვიქტორ ორბანსა და პარტია ფიდესს მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, გამანადგურებელი სხვაობით მოუგო ოპოზიციურმა პარტია ტისამ, რომელსაც ხელმძღვანელობს პეტერ მადიარი, რომელიც ალბათ მოკლე ხანში დაიკავებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, გამანადგურებელი მარცხით გაიმარჯვა ზემოხსენებულ არჩევნებში ფიდესისა და ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად, საქართველოში ხოლმე ჩვენთან საქართველოში გამოითქმებოდა ხოლმე მოსაზრებები და ალბათ სხვაგანაც, რომ ვიქტორ ორბანის დამარცხება გაჭირდება სხვადასხვა ფაქტორების გამო და მათ შორის ასახელებდნენ იმას, რომ აგერ ვლადიმერ პუტინის მხარს უჭერს და დონალდ ტრამპის, ეს ფაქტორიც გამოითქმებოდა იმ მოსაზრების, ასე ვთქვათ, სასარგებლოდ, რომ ვიქტორ ორბანის დამარცხება ზენი იქნება ამ არჩევნებში, მაგრამ შეხედეთ, ჩვენ საქართველო არის მაინც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. მართალია უნგრეთიც ყოფილი კომუნისტური ქვეყანაა, მაგრამ მაინც ის უკვე ევროკავშირის წევრია, ნატოს წევრია და ასე შემდეგ და უკვე დემოკრატიის ხარისხი და მათ შორის დემოკრატიის აღქმა მოსახლეობის უმრავლესობაში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, საბჭოთა კავშირის ყოფილი შემადგენლობაში ყოფილი რესპუბლიკების უმეტეს მათგანში. და ჩვენთან ასეთ მოსაზრებას ალბათ ეს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა რომ არის, ესეც ზრდის ალბათ ასეთ დროს, რომ აი პუტინი თუ მხარს უჭერს და ტრამპი თუ მხარს უჭერს, იმას რა დაამარცხებს. აი დაახლოებით ეს მოსაზრება ეს ზოგადად ავტორიტარული და ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში უფრო ძლიერია. და საქართველოს მოგეხსენებათ, რომ დღეს ოფიციალურად ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებსგან ეკუთვნება მმართველობის მხრივ და ჰიბრიდული რეჟიმების შედარებით უფრო დაბალ რანგში გადის ოფიციალური საერთაშორისო ინდექსების მიხედვით და უახლოვდება ავტორიტარულის დონეს. აი მაგალითად 10-ქულიან სისტემაში მედია კომპანია ეკონომისტის მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალში 10-ქულიან სისტემაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი, დემოკრატიის დონე 2025 წელს შეფასებული 2025 წლის მონაცემებით შეფასებული არის 4.36 ქულით და 4 ქულას ქვევით უკვე იწყება ოფიციალურად ავტორიტარული ქვეყნების ჩამონათვალი. ანუ მიახლოებით თითქმის, ძალიან ახლოს არის ავტორიტარულ სახელმწიფოს გადასვლის ბარიერთან. ძალიან ცოტა უკვე დაახლოებით 0.36 ქულა.
და ხოლო თვითონ უნგრეთი 2025 წლის მოსაზრებით 6 ქულაზე უფრო მაღლა არის, მაგრამ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში გადის, მაგრამ 6 ქვემოთ უკვე იწყება ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები და თვითონ დემოკრატიულებს შორის შედარებით დაბალ საფეხურზე არის უნგრეთისა და ახლა შეხედეთ აღნიშნული არჩევნების შედეგად მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მხარს უჭერდნენ ჯერ შეხედეთ აქტიურობა არჩევნებზე იყო 78.9% დაახლოებით 79%. ეს საქართველოს მოსახლეობის ბისთვის საქართველოს ამომრჩეველებისთვის შემიაზრეთ კარგი მაგალითი უნდა იყოს. Როგორი მაღალი აქტიურობა იყო თითქმის 80%. 53.18% იყო ტისამ პროპორციულ ნაწილში ხმების 38.61 ფიდესმა 5.63 მესამე პოლიტიკურმა პარტიამ მოძრაობა ჩვენი სამშობლოსთვის რომელმაც გადალახა 5%-იანი ბარიერი, ანუ 5%-იანი ბარიერის ქონდა გადასალახი და მანდატების მიხედვით 45 მანდატი პროპორციულით ნაწილში ერგო ტისას გამარჯვებულ პარტიას, 42 ფიდეს, რომელსაც ვიქტორ ორბანი წარმოადგენდა და მესამე პარტიას 6 მანდატი. მაგრამ შეხედეთ მაჟორიტარებში 90 ჯერ შეხედეთ როგორი სისტემა იყო, ანუ სისტემა იყო მორგებული ისეთნაირად, რომ ხელისუფლების შეცვლა ყოფილიყო ძალიან ძნელი. ანუ 199 პარლამენტარიდან 106 იყო მაჟორიტარი, წარმოგიდგენთ ნახევარზე მეტი. და მხოლოდ 93 იყო პროპორციული. მაგრამ შეხედეთ ეს სისტემა და გარდა ამისა იყო 5%-იანი ბარიერი დაწესებული თუ ერთი პარტია იყო თუ ორი პარტია გაერთიანდებოდა 10%-იანი ბარიერი და თუ სამზე მეტი პარტია გაერთიანდებოდა 15%-იანი ბარიერი ანუ და კიდევ გარკვეული პერიპეტიები იყო იმ საარჩევნო კანონმდებლობაში უნგრეთის და ანუ ისე იყო მოწყობილი რომ ფაქტიურად ძალიან ძნელი ყოფილიყო იქ ხელისუფლების შეცვლა მაგრამ ეს მთელი სისტემის აწყობა რომელსაც პარტია ირგებდა თავის თავზე დიდი ალბათობით რატო ქვინდა ასეთ სისტემას პირიქით ამ სისტემამ იმუშავა მას წინააღმდეგ წარმოიდგინეთ თუ პროპორციულ ნაწილში 45-42-ზე გადანაწილდა მანდატები ტისასა და ფიდეს შორის ანუ არც თუ ისეთი სხვაობით ანუ ესეც გარკვეული საარჩევნო პერიპეტიები საარჩევნო დეტალების გამო იყო მაგრამ მაჟორიტარულ სისტემაში 96 მაჟორიტარული ოლქი მოიგო ოპოზიციურმა ტისამ და ფიდესმა რომელიც ხელისუფლებაში იყო მხოლოდ 10 ან წარმოიდგინეთ ესე იგი 106-დან 96 მანდატი მაჟორიტარში აიღო ტისამ და 10 ფიდესმა. ანუ მთელი ეს სისტემა, რომელსაც აწყობდა ზემოხსენებული პარტია, შებრუნდა მის წინააღმდეგ და ვერ უშველა ამ სისტემამ და დამარცხდა და უფრო მეტად დამარცხდა მაჟორიტარულში, რისი იმედიც ალბათ მათ ჰქონდათ. ახლა შეხედეთ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, ასევე ახლა ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოში იმ მხრივ, რომ ამ არჩევნებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა, სერიოზული მორიგი დარტყმა მიაყენა სხვა წარუმატებლობებთან ერთად ვლადიმერ პუტინს ვენესუელის ამბებთან ერთად, სირიის ამბებთან ერთად, ახლა ირანში მიმდინარე ამბებთან ერთად, უკრაინაში წარუმატებლობებთან ერთად და ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებასთან ერთად კიდევ ერთი დიდი წარუმატებლობა და სერიოზული დარტყმა პუტინის რეჟიმმა მიიღო ამითი. რამე თუ მოგეხსენებათ, რომ ვიქტორ ორბანი ევროკავშირის შიგნით სერიოზულ მოკავშირედ ითვლებოდა პუტინისა. მაგრამ ეს არის სერიოზული დარტყმა დონალდ ტრამპზეც. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, წეგარას ვთქვი, რომ ტრამპი უჭერს მხარს და მის დამასკომი მერე რა ტრამპი უჭერდა მხარს. ტრამპი გასული წლის ნოემბერში დიდი ანგარიშით დამარცხდა რესპუბლიკური პარტია, რომელსაც წარმოადგენს ტრამპი ამერიკის არჩევნებში, ამერიკაში, როდესაც ჩატარდა გასული წლის ნოემბერში გუბერნატორების, მერებისა და სხვადასხვა არჩევნები, სერიოზული დიდი უპირატესობით დამარცხდა რესპუბლიკური პარტია დემოკრატიულ პარტიასთან. ასე რომ ტრამპმა თვითონ ამერიკაში წააგო ახლა გასული წლის ნოემბერში არჩევნები და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ იმ დონეზე უჭერდა ორბანს მხარს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსიც კი ჩავიდა უნგრეთში, იქ მიტინგი იყო თუ რაღაც წინასაარჩევნო შეხვედრა, გამოვიდა ვიქტორ ორბანთან ერთად და სმარტფონი დააყენა ხმამაღლა მოლაპარაკეზე და იმითი ხმამაღლა მოლაპარაკით ტრამპმა მიმართა ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის ამბავში უნგრეთის ამომრჩევლებს. თქვენ წარმოგიდგენთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ წარმოგიდგენთ როგორი გამანადგურებელი მარცხი იწვნია. ანუ და ტრამპს ახლა ეს რატომ უნდოდა? ტრამპს როგორც ჩანს ეს იმიტომ უნდოდა, რომ უკრაინის ომს რო ვერ ამთავრებს და
დაპირება რო ქონდა მას არჩევნების წინ და ხედავს რომ რეიტინგი ეცემა, ალბათ ორბანის გამარჯვება უნდა და იმიტომ რომ მეტი ბერკეტი ქონოდა ზელენსკიზე, მოგეხსენებათ რომ 28 პუნქტიანი შეთანხმება, სადაც ის ხოვდა ზელენსკისგან თანხმო უკან დახევას და ახლას გარკვეული ზეწოლებს ახორციელებს უკრაინის ხელისუფლებაზე და ალბათ ამ მიმართულებით ერჩია ტრამპის ვიქტორ ორბანის გამარჯვება, მაგრამ არ გამოვიდა. აი ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.